რჩევები, რაც შეიძლება მიცეთ ჩვენ სკოლის მოსწავლეების მშობლებს, ეს არის პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება დროულ იმუნიზაციას. ანუ გეგმიური იმუნიზაცია უნდა იყოს ჩატარებული, ეს არის სავალდებულო. შემდეგ არსებობს ვაქცინაციები, რომლებიც არის სასურველი, მაგალითად პაპილომავირუსზე, რომელიც არის საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პროფილაქტიკა და ასევე ბიჭებსაც უკეთდება პაპილომავირუსზე ვაქცინაცია, რომელიც პროსტატის სიმსივნის პროფილაქტიკას წარმოადგენს. უნდა მივაქციოთ ყურადღება ესეთ თემას, რაც არის ბავშვებში ახლა ხშირი არის სიმსუქნე, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ასეთი დაავადებების ჩამოსაყალიბებლად, როგორც არის შაქრიანი დიაბეტი. იმასთან დაკავშირებით, რომ სტრესული სიტუაციები არის გაზრდილი, უნდა ფსიქოლოგიურ პრობლემებს მივაქციოთ ყურადღებები, ბავშვებს უნდა ვესაუბროთ, უნდა ვიყვეთ მუდმივად კონტაქტში. ასევე ენდოკრინოლოგის კონსულტაციებია აუცილებელი, რადგან ჩიყვის პროფილაქტიკა არის უფრო სწორად ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის ჩვენი რეგიონი არის წარმოადგენს იოდოდეფიციტურ რეგიონს, ამიტომ საჭიროა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. ჰიგიენა. დღევანდელი ეკოლოგია ისეთია, რომ აუცილებელი არის მოზარდებში, ბავშვებში ჰიგიენის დაცვის წესებს და პირობებს მივაქციოთ ყურადღება, ხშირი ხელების დაბანა და ასე შემდეგ. უნდა შევზღუდოთ, ესეც ძალიან დიდი ესეთი თემა არის, ყურადღება საჭიროა მივაქციოთ გაჯეტების გამოყენება. უნდა შევზღუდოთ, იმიტომ რომ ბავშვები ხდებიან დამოკიდებულები ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და ესეც იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს ბავშვებში. ეს არის ძირითადი თემები, რასაც მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება.